წავედით ახლა დარბაზში. დღეს მივდივარ დარბაზში, სადაც ყველაფერი დაიწყო. ჩემი პირველი დღე. ეხაც მახსოვს. არაფერი რო არ ვიცოდი და ყველაფერს ვკიდებდი ვაფშე ხელს, რასაც ვხედავდი. ეს ამინდით ცოტა გაგვიფუჭდა, მაგრამ არა უშავს. ვარჯიშისთვის აზრი არ აქვს, რა ამინდი იქნება. თუმცა 5 დღეა დარჩენილი. მივალთ, გავაკეთებთ ყველაფერს ისე როგორც საჭიროა. კარდიოს გავაკეთებ სახლში, ბილიკი მაქვს სახლში და იქ გავაკეთებ. იმიტომ რომ აქ არ მომწონს როგორი ბილიკია. ტრენჟორები და ყველაფერი კაია. ძველია, მაგრამ ხარისხიანია. Hammer Strange-ის ტრენჟორები აყენია იქაც. დარბაზს ქვია სპარტა. მოვედით დარბაზთანაც. ესეთი შესასვლელი აქვს. Let's go. ისევ გახურებას არ ვიკიდებთ, იმიტომ რომ გახურების გარეშე არაფერი არ გამოვა. 5 დღე დარჩა და გავხურებელზე რამე ვიტკინო. ძალიან ცუდი იქნება. აი მხარი რომ მტკიო და იმ ხარმაც გამიარა, ამიტომ არ მინდა რომ ისევ რაღაცა ვიტკინო. მოკლედ დღეს ისევ მკერდი და ზურგი მექნება, მაგრამ ბევრი ენერგია მაქვს. არ ვიცი რატო. რაღაცეების გამო სპორტ ფორმას მადლობა. გადადით, შეგიძლიათ მან შეიძინოთ ყველაფერი. ან ჩემ ტელეგრამ არხი არის, მე მომწერეთ და პირდაპირ დაგაკვალიანებთ რა როგორ ისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ხარ 18 წლის ან ზევით და თუ გინდა რომ ამ ყველაფერში ჩადო შენი ენერგია და ძალა, თუ არა და ტყუილად ნუ მკითხავთ რომ რა როგორ გამოვიყენო და რა რისთვის არის, არ გიპასუხებთ. იმიტომ რომ წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ყველა მეორემ გამოიყენოს ფარმაკოლოგია. თუ ვილაპარაკეთ ფარმაკოლოგიაზე, ამიტომ დიახ. არის დავამთავრებთ ახლა გახურებას და შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი ვარჯიშიც. აი ახლა გავაკეთებთ flies. პირველ ვარჯიშად მკერდისთვის. აქვეც პირველი მესა გახურება, სამი მესა სამუშაო. ისეთი განსაკუთრებული არაფერი წინა ვიდეოში არ გამიკეთებია fly, იმიტომ რომ დაკავებული იყო და ძალიან დიდი ხანი მიწევდა ლოდინი. ამიტომ ახლა გავაკეთებთ. Over the edge, feel like I'm floating through the air. The pain I felt is paid for. შემდეგი ვარჯიში ზურგი ექნება, ჩამოქარშვა ბლოკის. I am restricted, fixed upon the web. I need to kick the habit that my mind is breathing in. Break out, I've got to see. Spent all my life holding all of it closely. I played it innocent, a feel of discontent. I'm finally facing it all, fearless. მოკლედ დავამთავრეთ ვარჯიში. დავიღალე ძალიან. აი ესეთი დარბაზია, პატარა დარბაზია სხვათა შორის და ძნელია რომ ჩაეტიო რომ სამდენი ხალხია. მაგრამ არა უშავს, ვივარჯიშეთ კარგად, დავიხარჯეთ კარგად.
ეხლა მივდივართ კარდიოს საკეთებლად სახში. იმიტომ რომ აქ არ მინდა კარდიოს კეთება. ბევრი ხალხია ვღიზიანდები უკვე ძალიან. ჰაერი აღარაა. ამიტომ მერჩევნია სახში სიწყნარეში გავაკეთო. მერე პოზინგი გავაკეთო, გემრიელად ვჭამო და დავისვენო. ამინდიც გაგვიფუჭდა, უფრო გაწვიმდა, მაგრამ არა უშავს. წავედით და გავაგრძელოთ სახში. მოკლედ კარდიოსაც ვაკეთებთ ახლა 40 წუთი უნდა გავაკეთოთ. შემდეგ პოზინგი მექნება და შემდეგ უკვე ჭამა. აბსოლუტურად გამოფიტული ვარ. ძალა არ მაქვს. ესეც მაცვია კიდე შიგნით ჩავიცვი რომ უფრო მეტი გამომივიდეს. და ვიღალი ძალიან. მაგრამ ვაგრძელებთ ბოლომდე. 5 დღეა დარჩენილი და რავი თითქოს და ძალიან ველოდები რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს და მალე მოხდეს. ეს გამოცდილება მივიღო. მომწონს ჩემი თავი. მაგრამ ეგეც ისე არ ერთი დღე მომწონს, მეორე დღე არ მომწონს. დილით ცარიელი შეიძლება გავიღვიძო. მერე რომ ჭამო გავიბერო ისევ და მომესონოს ჩემი თავი. ფსიქოლოგია აქ ყველაფერი. რასაც ტრენერი მეუნება. იმას ვაკეთებ და შედეგიც მოდის ისე როგორც საჭიროა, ამიტომ უბრალოდ უნდა მივყვეთ გეგმას და ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა. და დანარჩენს უკვე სცენაზე ვნახოთ, რა მოხდება, როგორ მოხდება. სულ ერთია ჩემთვის. მთავარია ეს ჩემი მიზანი. პირველად სცენაზე გასვლის. ამ გამოცდილების მიღების, პირველ რიგში ამას გამოცდილებისთვის ვაკეთებ, რადგან ეს ყველაფერი სპონტანურად და მომენტში იყო გადაწყვეტილი და ჩემი აზრით იმდენი დრო არ მქონდა რომ აი ძალიან ხარისხიანი ფორმა დამედო, მაგრამ ამ ჩემპიონატის მერე კიდე იქნება 1-2 ჩემპიონატი, ჯერ არ ვიტყვი სად და როგორ, მაგრამ იქნება და მაქვს უკვე ძალიან სერიოზულ კონკურენციას გავუწევ ვაფშე ყველას. მე ესე ვფიქრობ, ამიტომ ვნახოთ რა იქნება მომავალში. ეხლა უბრალოდ დავასრულოთ კარდიო. გავაკეთოთ პოზინგი. ჭამოთ და ვსო. დავისვენოთ, ან დასვენება და ძილი ძალიან მნიშვნელოვანი აღდგენისთვის და თქვენი ფორმისთვის. იმიტომ რომ როიძინებს ზოგი 4-ზე და 5-ზე დილით თან ამასობაში რომ ვარჯიშობ, ნავარჯიშები რო გაქვს კუნთი რო განადგურებულია და არ აძლევ ორგანის საშუალებას რომ დაისვენო, ძალიან ცუდს აკეთებ და იცოდე. ამიტომ ჭამე დალია საკმარისი წყალი, დაიძინე 7-8 საათი მაინც და შედეგიც უფრო წამოვა. კი ეს ყველაფერი ძალიან ძნელია. რა ესე რო უყურებს ზოგი რო აუ რეჟიმში ყოფნა დილით ადგომა ჭამა, მაგრამ ყველაფრის შენს ქვეშ მოქცევა შეგიძლია, შენი კომფორტის ქვეშ რო ყველაფერს ისე აკეთებ როგორც შენთვის კომფორტულია, მთავარი აკეთებდე. ამიტომ მიზეზების გარეშე ყველაფრის გარეშე უბრალოდ უნდა აიღო და გააკეთო ეს ყველაფერი. აბა იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო ამ გამოფიტულზე და უენერგიობაზე. კიდე კარგად ვასწრებ რაღაცების გადაღებას. ამის მიუხედავად 1000 საქმე მაქვს, პირადი ცხოვრება მაქვს და მაინც ვასწრებ ყველაფერს და თქვენსგან ველოდები დიდ საპორტს და იმედია ეგრეც იქნება და უფრო მეტი და მეტი იქნება მომავალში ვიდეოებით და ყველაფერი. აბა კარგად იყავით.